საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, რომ სოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად. თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა. განაცხადა კირიაკოს მიზოტიაკისმა, რომელიც ოდესაში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კი ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით საბერძნეთის პრემიერი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა. ომი დაიწყო ევროპის გულში, მაგრამ ევროპელებმა არ იცოდნენ რა იყო ეს და რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს და ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ. თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა.